თუ კი თქვენ მოინახულებთ ძველ ინგლისურ სასაფლაოს, იქ ძალიან საინტერესო რამეს წააწყდებით. ეს ერთდროულად გასაოცარი და საშიშია. ზოგიერთ საფლავზე რკინის მძიმე გისოსია დამაგრებული. რატომ ან ვის მოაფიქრდა ასეთი რამ? რა საჭიროა საფლავზე ამხელა ჯართის გროვა? პასუხი მართლაც საინტერესოა და გასაოცარიც. ალბათ ამას ვერ იფიქრებთ. მოკლედ, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და გაიგეთ ამ იდუმალებით მოცული საფლავების საიდუმლო. დასაწყისში კი მე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი და ზარისღილა კი გააქტიუროთ. ასე არასდროს გამოგრჩებათ ახალი და ძალიან საინტერესო ვიდეო ჩვენთან. მაშასე, დავიწყოთ. როდესაც თქვენ ეწვევით ინგლისს და გაივლით იმ ტერიტორიაზე, სადაც ძველი საფლავებია, უეჭველად შეხვდებით აი ასეთ სურათს. საფლავს, რომელზეც დიდი რკინის გისოსი დგას. ასეთ საფლავებს თქვენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ნახავთ. გარდა ამისა, მსგავსი საფლავების ნახვა გაერთიანებული სამეფოების სხვადასხვა მხარეშიცაა შესაძლებელი. მაგალითად, შოტლანდიაში ასეთი საფლავები ბევრად უფრო განსხვავებულად გამოიყურება. ჩნდება კითხვა, რა საჭიროა საფლავის ამ მეთოდით ჩაკეტვა? მკვდარი ხომ იქედან მაინც ვერ ამოვა. როდესაც ეს კითხვა ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, ხალხმა თავისი აზრების გამოთქმა დაიწყო და უამრავი წერდა ერთ უცნაურ რამეს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს გისოსები საზოგადოებას ზომბებისგან იცავდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბევრ ადამიანს ჯერა ასეთი არსებების და ბევრიც ფიქრობს, რომ ისინი რეალურად არსებობენ. ამიტომ მათი აზრით ეს ვერსია, რომ გისოსები საზოგადოებას იცავდნენ ზომბებისგან, ლოგიკურია. ამავდროულად თუ გავითვალისწინებთ, რომ 2-3 საუკუნით ადრე ხალხს ყველაფერი სჯეროდა და ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მსგავს საკითხებს, ვერსიები ზომბების არსებობის შესახებ მოსალოდნელიც იყო, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს რეალობას? მართლა არსებობდნენ წინა საუკუნეებში ზომბები. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ეს ვერსია უბრალოდ სისულელეა. საფლავებზე გისოსებს ვამპირებისგან თავის დასაცავად კი არა, ეგრეთ წოდებული აღმდგენებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. ეს რაღაც ახალი სიტყვაა. რას ნიშნავს აღმდგენი? აქ საერთოდ არ ვსაუბრობთ რაიმე ზებუნებრივზე. აღმდგენები, ვინ იყვნენ ისინი? იმისათვის, რომ გავიგოთ მათ შესახებ დაწვრილებით, ჩვენ უნდა გადავხედოთ ისტორიას. მე-18 და მე-19 საუკუნეებში დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც მთელს ევროპაში, აქტიურად ვითარდებოდა მედიცინა. ეს ხომ გარდამტეხი პერიოდი იყო მედიცინაში. იმ დროინდელი ექიმები აქტიურად სწავლობდნენ ადამიანის სხეულს და სხვადასხვა დაავადებებს. ისინი ქმნიდნენ ახალ წამლებს და სწავლობდნენ ოპერაციების მეთოდებს. ამისათვის კი სხვადასხვა ცდების ჩატარება იყო საჭირო. მოკლედ, ზედმეტი რომ აღარ ვისაუბროთ იმ დროინდელ ექიმებზე, გადავიდეთ პირდაპირ აღმდგენებზე. იმისათვის, რომ ექიმებს შეესწავლათ ადამიანის სხეული უფრო უკეთ, მათ სჭირდებოდათ ახალი ბიოლოგიური ნივთიერება. ადამიანის სხეული. შესაბამისად, სად უნდა მოეპოვებინათ ადამიანის სხეული? ცოცხალზე ცდებს ვერ ჩაატარებდნენ. იმ დროინდელი ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, სამედიცინო ცდების ჩატარება დაშვებული იყო მხოლოდ სიკვდილმისჯილების სხეულებზე. სხვა გარდაცვლილებზე ეს კანონით ისჯებოდა. თუმცა ქვეყანაში სიკვდილმისჯილების რაოდენობა ცოტა იყო და ექიმებს უფრო მეტი სხეული სჭირდებოდათ ცდების ჩასატარებლად და სხვადასხვა ახალი პრეპარატის გამოსაცდელად. ამიტომაც მომენტალურად ქვეყანაში გაჩნდა ახალი ეგრეთ წოდებული შავი ბიზნესი. სწორედ აქ გამოჩნდნენ აღმდგენები. ეს დაჯგუფება ჩუმად იპარებოდა სასაფლაოებზე და იმ დღეს დამარხულ მკვდრებს იღებდნენ მიწიდან. შემდეგ საკმაოდ დიდ ფასად სწავლულებს და ექიმებს აძლევდნენ. რეალურად ეს ეგრეთ წოდებული აღმდგენები ჩვეულებრივი მოროდიორები იყვნენ, რომლებიც აბიჯებდნენ ყველანაირ მორალურ პრინციპებს. ეს მოროდიორები პირდაპირ გაგებით ახდენდნენ მკვდრეთით აღდგენას. დამარხული ადამიანების ოღონდ რა თქმა უნდა მხოლოდ ფიზიკური სახით. რეალურად ეს ადამიანები გვამების ქურდები იყვნენ და სწორედ მათგან თავის დასაცავად იყენებდნენ ამ გისოსებს საფლავებზე. წინააღმდეგობა. ექიმებს სჭირდებოდათ, რაც შეიძლება ახალი სხეული. მათთვის საუკეთესო იყო რამდენიმე წუთის ან საათის მკვდარი ცდების ჩასატარებლად. მოროდიორები ჩასაფრებულები იყვნენ სასაფლაოებთან. როდესაც დასრულდებოდა დასაფლავების მომენტი, ისინი ზვერავდნენ ტერიტორიას და როგორც კი არც ერთი ადამიანი აღარ იყო, სასწრაფოდ მიდიოდნენ და თხრიდნენ საფლავს იმისთვის, რომ გვამი ექიმთან მieყვანათ და სანაცვლოდ ბინძური ფული მიეღოთ. თავიდან, როდესაც ასეთი მოქმედებები დაიწყო, ყურადღებას ამ ფაქტს არავინ აქცევდა, რადგან ფიზიკურად შეუმჩნეველი იყო. საფლავი ცარიელი იყო თუ არა, რადგან მოროდიორები ისე უკან აყრიდნენ მიწას და ცდილობდნენ პირვანდელი სახე დაებრუნებინათ საფლავებისთვის. მაგრამ ძალიან მალე გარდაცვლილების ნათესავებმა და მესაფლავებმა იეჭვეს, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მოგვიანებით კი ამ მოროდიორთა სქემაც გატყდა და უკვე საზოგადოებამ იცოდა, რომ მათი მკვდრები ცდებისთვის მიჰქონდათ. ერთ-ერთი პირველი გამოსავალი ამ დანაშაულთან საბრძოლოდ სწორედ ეს იყო. ეგრეთ წოდებული საფლავის სეიფები. მკვდრების ნათესავებმა დაიწყეს ამ მეთოდის გამოყენება. ისინი ამზადებდნენ გისოსებს და საფლავებზე ამაგრებდნენ ისე, რომ ადამიანი მოკლე დროში მას ვერ მოხსნიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გისოსი იყო დროებითი. ექიმებს ახალი მკვდრები სჭირდებოდათ, ამიტომაც როდესაც გადიოდა დრო, ერთი დღე, ერთი კვირა ან ერთი წელი, გვამი მათთვის გამოუსადეგარი იყო. ამიტომაც ნათესავებს შეეძლოთ ერთ კვირაშივე მოეცილებინათ გისოსი. თუმცა ზოგიერთ ადამიანს სურდა თავი დაეზღვია და მის საყვარელ ადამიანის საფლავს არაფერი დამართნოდა. სწორედ ამიტომ ხვდებით დღემდე ზოგიერთ საფლავზე ასეთ გისოს. ისინი ტოვებდნენ მათ წლების განმავლობაში. გარდა რკინის გისოსებისა, მოროდიორებთან ბრძოლის სხვა მეთოდებიც არსებობდა. მაგალითად, შედარებით შეძლებული ოჯახები მკვდრებისთვის სრულიად ლითონის კუბოებს ამზადებდნენ, რომლის გახსნაც ან თლიანი კუბოს წაღებაც შეუძლებელი იყო. მაგრამ ამდენი ფული იშვიათს ჰქონდა. უმრავლესობა მათ შორის ღარიბები სხვა მეთოდს ირჩევდნენ. დასაფლავების შემდეგ საფლავთან რჩებოდნენ 2 ღამით. 2 ღამის შემდეგ უკვე მკვდრის იქ დატოვება უსაფრთხო იყო. ხოლო თუ კი ნათესავები შეამჩნევდნენ იქ მყოფ მოროდიორს, მას იჭერდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. ბნელი ბიზნესი. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანებმა მე-18 და მე-19 საუკუნეებში წამოიწყეს ბნელი ბიზნესი, საიდანაც ბინძურ ფულს შოულობდნენ. ეს რეალურად ძალიან ცუდი საქციელი იყო, თუმცა მორალური პრინციპების არ მქონე ხალხისთვის ფულის შოვნის იდეალურ გზას წარმოადგენდა. მთლიანობაში დიდ ბრიტანეთში ეს პრობლემა ძალიან დიდხანს აწუხებდა ხალხს. მკვდრების ქურდები მომრავლდნენ და რამდენიმე ათეული წელი ჩვეულებრივ მოსახლეობას არ აძლევდნენ მოსვენებას. ამ ბიზნესმა თავის პიკს 1820-იან წლებში მიაღწია, მაგრამ ამ დროს იმ მოროდიორებმა არ იცოდნენ, რომ მათ მიერ დაწყებულ საქმეს ბევრად უფრო ცუდი შედეგები მოჰყვებოდა და ეს იქნებოდა შთაგონება ცივსისხლიანი ადამიანებისთვის. ასეც მოხდა. 1828 წელს შოტლანდიაში მოხდა ეგრეთ წოდებული უესტპორტის მკვლელობა. ეს მთელს ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა, რაც შედეგად მოჰყვა იმ მოროდიორების საქმიანობას, რომლებიც მკვდრებს იპარავდნენ. მკვლელობა ჩაიდინეს უილიამ ბერკიმ და მისმა მეგობარმა, უილიამ ჰერმა. ისინი ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ. მათ გაიგეს, რომ მკვდრებში ექიმები საკმაოდ დიდ ფულს იხდიდნენ. ამიტომაც გადაწყვიტეს ფულის შოვნა, მაგრამ მეთოდებით შეცვალეს. ექიმებს მკვდარი სხეულები უნდოდათ. რა საჭირო იყო საფლავების თხრა, როცა სხეულს ისედაც მოიპოვებდნენ ქუჩაში. სწორედ ასეთი ბნელი აზროვნება ჰქონდათ მათ და ყველაფერი ამ ბნელმა ბიზნესმა გამოიწვია. რა ხდებოდა იმ პერიოდში? 1828 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ამ ორმა მამაკაცმა ედინბურგში 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ფულის შოვნის მიზნით. ისინი ღამით ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს და შემდეგ გვამები ექიმებთან მიჰქონდათ. სანაცვლოდ კი დიდ ფულს იღებდნენ. ზემოხსენებული ორი მამაკაცი თანამშრომლობდა რობერტ ნოქსთან. სწორედ ის ყიდულობდა მათგან გვამებს. ექიმი რობერტ ნოქსი იმ დროს საკმაოდ ცნობილი იყო. მას ლექციები ჰქონდა სამეცნიერო საკითხებში და დამნაშავებისგან ნაყიდ გვამებს თავისი სტუდენტების თვალწინ კვეთდა. ძალიან მალე ეს დანაშაულებრივი სქემაც გატყდა. დააკავეს ზემოხსენებული ბერკი და ჰერი. უილიამ ჰერმა გადაწყვიტა გამოძიებასთან ეთანამშრომლა და მთელი სქემა აუღწერა გამომძიებლებს. მან აღიარა, რომ ყველაფერს მისი მეგობარი უილიამ ბერკი გეგმავდა. სწორედ ამიტომ უილიამ ჰერი ციხეში ჩასვეს, ხოლო უილიამ ბერკი გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ჩამოხრჩობის შემდეგ მისი სხეული წაიღეს ექიმებთან და იგივე გაუკეთეს, რასაც ის სხვა ხალხს უკეთებდა. მის სხეულზე ჩატარდა ცდები. თუმცა აქ კიდევ უფრო საშინელი რამ მოხდა. მისი გვამი გაატყავეს და კანისგან სავიზიტო ბარათი გააკეთეს. მუზეუმში, რომელიც მდებარეობს სამეფო ქირურგიულ კოლეჯში, შესაძლებელია საშინელი არტეფაქტის ხილვა, რომელიც შეიქმნა სერიული მკვლელის, ზემოხსენებული უილიამ ბერკის ჩამოხრჩობის შემდეგ, რომელიც გაატყავეს და მისი კანისგან სავიზიტო ბარათით შექმნეს. ხოლო რაც შეეხება ექიმს, მან ამ ხმაურის დროს მოასწრო ქვეყნიდან გაქცევა და მისი გასამართლება ვერ მოხერხდა. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო ასე მიწურა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და მოიწონეთ აუცილებლად ეს ვიდეო. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.